მოგესალმებით მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ როგორ იწყება ჩემი ყოველი დილა. არ ვამბობ რომ აუცილებლად დილას მოხარშულ კვერცხს ვჭამ ყოველდღე აუცილებლად, მაგრამ სასურველია დილიდანვე ჯანსაღი კვებით დავიწყოთ და კვერცხი ისეთი პროდუქტია, რომელიც დღეში მიღებული 2 ცალი კვერცხი მთელი დღის ცილის ნორმის ათვისებას უწყობს ხელს და ყოველ დილით მე როცა ვიღვიძებ, რა თქმა უნდა, ღამის საათებში, როდესაც ჩვენ გვძინავს, ორგანიზმი გამოყოფს დიდი რაოდენობით სითხეს და ამიტომ აუცილებელია ნებისმიერმა ადამიანმა, რა თქმა უნდა, ვინც ახლა წყალის დალევას არ არის მიჩვეული, შეუძლია რომ თითო ყლუპით მაინც მიეჩვიოს წყალის დალევას, ყოველ დილით აუცილებლად გვჭირდება ჩვენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი მივირთვათ და შემდეგ ვისაუზმოთ. მე ვიცი ადამიანები ბევრი, რომელიც დილას მხოლოდ ყავას ვამენ და შუადღემდე არ საუზმობენ, თუმცა ეს არის ძალიან მცდარი მიდგომა და შეხედულობა. აუცილებელია რომ დილით თუნდაც 1-2 მოხარშული კვერცხი მივირთვათ. შეიძლება არ გვაქვს დროის ფაქტორიდან გამომდინარე, დღევანდელი აჩქარებული ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე იმის დროის ფაქტორი, რომ შევძლოთ უცებ კვერცხის მოხარშვა, მაგრამ შეგიძლიათ იოგურტით ჩაანაცვლოთ, ხაჭით ჩაანაცვლოთ. აუცილებელია დილით ადამიანმა მცირედით მაინც ისაუზმოს, რომ მთელი დღე დილიდან დაწყებული ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ენერგია დღის ბოლომდე კარგად გაგვყვეს. გისურვებთ წარმატებულ დღეს.